მუშაობენ თანამედროვე ტექნოლოგიებით რა. ეხლა გეგმაზომიერად მუშაობენ. ეს ხوار დაწყებულა, ხო, ეს დაიწყეს თავიანთი უფლებების, ესე იგი, წარმოჩენა დაგეგმილად. ანუ მოიფიქრეს, როგორ უნდა გასულიყო მათი უფლებები. პირველ რიგში იყო საჭირო, ეს შეთქმულების თეორია არ არის აქ და მე არ მიყვარს ზოგადად შეთქმულების თეორია, მაგრამ ფაქტია ეს. პირველ რიგში უნდა ყოფილიყო მიღწეული, რომ ესე იგი დაავადება და სიიდან ამოღებულიყო ფსიქიური დაავადებები, სექსუალური გადახრა. როგორც ფენომენი უნდა ყოფილიყო ამოღებული როგორც დაავადების სიიდან. ან თუ დაავადების სიიდან ამოვიდოდა, ესე იგი ის დგებოდა ნორმალური ჩვეულებრივი ადამიანის სიაში, აი თქვა პედოფილია ხო არის ფსიქიური დარღვევა, სექსუალური დარღვევა და ზის, ხო? ხვალზე რო ამოიღონ ეს დაავადებაც, უკვე პედოფილი იქნება ზუსტად იგივე უფლების მქონე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. აი პირველ რიგში სოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ ამოიღო ეს დაავადების. ანუ მთელი პრობლემა მათი აი ესეთი ვთქვათ კანონიზაციისა მათი უფლებებისა სწორედ დაიწყო იქიდან. როცა ამოიღეს დაავადებათა სიიდან და ეს ნიშნავს იმას, რომ ის დგება ჩვეულებრივ რანგში და ესე იგი უმცირესობაა და ნებისმიერი უმცირესობა განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობს. ეს უფლებებია შეღავათები გადახდისას, უფლებებია ბევრი რაღაც უფლებები არის, როგორც რელიგიური უმცირესობები, თქვათ ეთნიკური უმცირესობები, ესევე ეს უმცირესობაც ითხოვდა თავის დროზე ამ უფლებებს და მიიღეს ეს უფლებები, რომლითაც მე უკვე კიდევ უფრო გაშალეს თავისი არეალი. ეს უბრალოდ ის კი არ არის, რომ მე მომეცი უფლება, რომ თავისუფლად ვიცხოვრო, ისე როგორც მე მინდა, არამედ მე უნდა მქონდეს უფლება თავისუფლად გამოვხატო, ისე როგორც ვცხოვრობ. ანუ თუ თავისუფალი საზოგადოებაა, თუ სახელმწიფო თავისუფლებას გადაგებს, მაშინ მე ესეთი გამოხატულება მაქვს და უნდა გამოვხატო ეს ჩემი სექსუალური იდენტობა. და მე უკვე ამაზეც რო არ ჩერდებიან, შემდეგ უკვე დაკანონება უნდათ, რომ ამას დავარქვათ ოჯახი, ეს არის ქორწინება. ეს ქორწინება უფლებრივად რაც გინდა დაარქვე ხა შენ ურთიერთობას რა მაინც და მაინც ქორწინებას არქმევა რა. რაღაცა თქვათ შეგიძლია რაღაცა დაარქვა, მოიგონა. მე შეიძლება რომ მე უკვე მოითხოვეს ბავშვის აყვანა და უკვე ბავშვთა უფლება ერღვევა. ორი კაცი ყავს ბავშვს და მაგალითად ჩემი ერთ-ერთი მრევლი ცხოვრობდა ამერიკაში და ბეიბისითერად მუშაობდა. და აღმოჩნდა უცებ რაღაც ოჯახში ჭყალებში ორ მამაკაცის ერთ ბავშვს უვლიდა. რაღაც პერიოდი გაუჭირდა და ვერ გაჩერდა იქ. იმიტომ რომ ეს ბავშვი ისე მეწეპებოდაო, იმიტომ რომ დედა უნდა რა, ბავშვი უნდა ქალი. ისე მეწეპებოდაო, რომ ესენი ნერვიულობდნენ და მე მეჩხუბებოდნენ მეო და კონფლიქტი ქონდა რა. და ეს ბავშვი იწეოდა ამ ქალის მიმართ რა, ამ სიტყვის მიმართ. ხო და აი უკვე ბავშვი სად არის აქ უფლება ბავშვის, ხო გინდა რომ შენ იყო, თქვათ შენი არჩევანი სად არის აქ ორი მამაკაცის გაზრდილი. ან ორი ქალის გაზრდილი. ცუდია ეს. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აი უბრალოდ დღეს გავლა კი არ არის უბრალოდ მომეცი უფლება გამოვხატო და რაც მინდა ვაკეთო. არა, ეს უფლება არის თუ რეალურად ჩავხედავ დღევანდელ თქვათ პრაიდია თუ რაღაც მოთხოვნები რაც აქვს უბრალოდ გავლის და რაღაცა ტრანსპარანტის, უნდა ჩავხედო თვალებში და უნდა ვიცოდეთ რომ ხვალ იქნება აუცილებლად ეს. აუცილებლად. თან მით უმეტეს გახსოვდეთ რომ საქართველოში არის სუროგაციის ცენტრი. ანუ სუროგატი დედები არიან, უპოვარების, გაჭირვებული ქართველი ქალები, რომლებსაც უცხოელი მამათმავლური ოჯახებიდან, წყვილებიდან ბავშვის აყვანა უნდა და საქართველოში უყვეთავენ და იხდიან კატასტროფულ ფულს. და ევროპაში ყველგან აკრძალულია სუროგაცია. საქართველოშია მარტო, რაღაც აფრიკაში თუ სადღაც არის და უკრაინაში. არ არის არც ერთ ქვეყანაში. ისრაელიდან ჩამოდიან ბევრი ისინი თხოვნელები აი ეგეთი ოჯახების რა და ქართველი ქალები ეს გაუბედურებული და განკითხვა არ მინდა ხა ამ ხალხის, იმიტომ რომ მართლა უბედურება მიიყვანა ამ საშინელ არჩევანამდე და თუმცა არ უნდა აირჩიო ესეთი რაღაცა, მაგრამ
წარმოგიდგენთ, სუროგაცია დაშვებულია როგორც ინკუბატორი, ხალი არის როგორც ექსპლუატაცია რა ხალის, როგორც ინკუბატორი, რომელიც ყველაზე დიდი გრძნობა დედის, რომელიც წიაღშია ბავშვის, ხო? არის მხოლოდ და მხოლოდ მასალა. ადამიანი არის მასალა იმისათვის, რომ გაიზარდოს ამ მასში ბავშვი, მერე აცილებენ, თან ისე აკეთებენ ამ სუროგაციას საშინელი წესები აქვს, რომ დედობა ეხსნება, კი არ არის თავისი არაფერი იმ ქალის, მაგალითად, ხო, ნუ მასალა, იმას განაყოფიერებული, ხო, თავისი არაფერი არ, მაგრამ ისე აკეთებენ, რომ ისეთი უფლებები რომ არ მოითხოვს ის ბავშვი. დადის იმას მოძრაობს ბავშვი, გული ერთნაირად უცემს, ამის საჭმელი, იმის საჭმელი, ამის დარდი, იმის დარდია, ხო ეს ხო საიდუმლოებაა დედა და შვილი, ხო, ამოუხსნელი რამ არის. და მე ეს ამ სუროგაციაზე, იმიტომ რომ ეს ფართოდ გაიშლება კიდევ უფრო აქ საქართველოში რა ეს თემა, რომ აი რაღაც შექმნა და მასკულანურები არის, მაგრამ გოგოებში არის ძალიან მოჭარბებული ეს და ითვლება, იცი როგორ რაღაცად მოდურად რა, რომ აი მე იქაც ყოფილა, ესეც მიკეთებია, ის მიკეთებია. მე არის მოდური კიდევ ეს ქვეარი. ქვეიცი ქვეარის შინა არის ეს LGBT თუ რო იტყვი და მე ქუდ არ დააყოლე ესა მათ უფლებებს არ ღვევდა დისკრიმინაციულად შეიძლება ცხავდა ჰომოფობად. ქვეარი არის ადამიანი, რომელიც ეძებს რა, ჯერ არა ურჩევი. და ეს მაგრამ უწონთ ახლა რა, რომ ვინახარ და ქვეარია რა, ეს არის არა ურჩევია. ხო, პრობლემაა ეს, უკვე პრობლემაა. უკვე რაღაც ოჯახებში შეაღწია ამა. ეს შეაღწევს ყველგან.